საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ ხალხურის მეორე სეზონის შესარჩევი ეტაპი გრძელდება. ამჯერად პროექტის გუნდი გურიაში ჩოხატაურში ჩავიდა, სადაც პროფესიონალი ჟიურის წინაშე 4 ანსამბლი წარსდგა. ჩოხატაურის შემდეგ ექსპედიცია აჭარაში, კერძოდ ბათუმში გაგრძელდება, სადაც მორიგის შესარჩევი ეტაპი გაიმართება. მანამდე პროექტ ხალხურის შესარჩევ ეტაპში უკვე მიიღეს მონაწილეობა რაჭის, სვანეთის, იმერეთის და სამეგრელოს ანსამბლებმა. არ მოუდგენელი რაღაც ხდება აქ ახლა ამ გურიის მთების ფონზე, ასე ხან ერთი ანსამბლი ღიღინებს იქით, ხან ასე დავდივარ, მინდა რომ რომელიმე ხმას ავყვე, ვერაფრით ვერ გამომივიდა, იმიტომ რომ ეს არის ალბათ ქართული ფოლკლორი ისედაც ხომ გენიალური გვაქვს და ეს ალბათ რო არსებობდეს მსოფლიოში მუსიკალური საოცრებების ჩამონათვალი შევიტანდი გურულ ხალხურ სიმღერას. გურიის მრავალხმიანობაში არის საგუნდო სიმღერები და არის ძირითადად ტრიო სიმღერები. იმდენად მრავლად არიან ოჯახები, რომ ვფიქრობ, რომ გურია წელს უფრო საოჯახო კულტურით იქნება წარმოდგენილი გუნდებთან ერთად. თუმცა ოჯახების სიმრავლე განსაკუთრებით მახარებს, ვინაიდან გურული სიმღერები მაინც როგორც გითხარით, ტრიო სამღერია და ოჯახს კიდევ სხვანაირად გამოდის. ერთნაირი ხმოვანება ამოздით ხოლმე სიმღერის დროს შემსრულებლებს პირიდან და ეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო და დიდ იმპროვიზაციას, კარგ სიმღერებს და განსაკუთრებულ პოლიფონიას, მწვერვალურ პოლიფონიას ველოდებით გურიაში. ჩვენი ოჯახი მთელი დღის განმავლობაში მღერის საჭმელს ვაკეთებთ, ღვინოსთან ურთიერთობთ, თუ რა არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის მღერით, განსაკუთრებით საღამოობით ვიკრიბებით ხოლმე და გვაქვს ოჯახური საღამოები, გურული სიმღერის თანხლებით, ასევე გალობით, ეკლესიაშიც ვგალობთ, ღმერთს მადლობა, გვაქვს ამის ნიჭი და შესაძლებლობა, რომ გავავრცელოთ გურული ფოლკლორი.